ჩვენი სტუმარია მუსიკით მინდოდა რა. ბიჭო რა, კაი. მიშა მიხეილ სინცაძე ცინკვესებიდან. ცინკვესებიდან. იმიტომ რომ რატომაც არ მეგონა. ან გიტარა შენ რო დღეს მოგიტანა შტანგა. ხო. მე ძალიან გამიკვირდებოდა. იტყოდი მიშა სინცაძემ ძლეოსნობიდან. ძლეოსნობიდან. რახან არ მგონია ან იარაღი უნდა გედოს მან ან გიტარა. იმედია ჩოვებერ გიტარით მოხვედი და იმას მე არა გედებოდა, მაგრამ გრძელით არ გაქვს და მაგიტო ალბათ გიტარაა. თან ერთი ცალი გაქვს. ეგეთი რომ ორით მოსული ყავი. всё, უკვე და კუსლიანი ჩექმები. ჩექმებით მაკასინის წვერზე. მაკასინის წვერზე, რკინის. ინდრო რატო გავხსნათ? ინდრო შეგდე ფეხსაცმელი და ალბათ მივხვდი რომ ჩვენ გადაცემაში როგორ ხარ არ არის პირველი შეკითხვა. რა თქმა უნდა. მახან რომ ფეხსაცმელი იყიდა, მაგით უნდა. რა გავახსნეთ? მიდი გიოგი, მიდი. აი ხა წიგნი მოაყოლა რომ ანუ ბაზარში ნაყიდი იმითი არ გაწმინდო რა. ხო. რაღაც სპეციალური ფირმა, რომელიც ნეკი, რომ ეს აზი ისინი, აი ექიმებთან როგორც არის წამალსი გაგიშვენ ის, აი ეგრე არის ფეხსაცმელებშიც რა. შენ მოიწესრიგე შეჩემა ეგ მიკროფონი. ბიჭო, ანუ უხერხულია. სტუმარ, მიშა როგორ ხარ? კარგად, მაგრამ ნორმალია. საკაიფოდ. რა ხდება აი კაცი კარგად, რა გინდა შეჩემა რა. არაფერი, ჯერ ეგ უნდა იყიხო და მე უნდა მოყვა ტოფლი რო იყიდე. ის არის ხახმა ტვინი არ გაბურგოთ მაზუთიანი ხელები რატო გაქო? იმიტომ რომ BMW გასკდა კიდე რა. ვერ გავიცალე. აუ BMW საშინელება, BMW რო გასკდება, თან დიზელი, აი ჩემიდე. აი. რა ხდება ჩაწერებზე რაღაცა ის შემხვდა ბილეთები ვიყიდებოდა. გადავედით, ახალ ეტაპზე გადავედით. ეს უკვე ხედავ ახლა. შენ უკვე წერე ისინი. არა, ბიჭო, გადავიდნენ რა აუცილებელიც არის რა. იმიტომ რომ ვიღაცებს რო დასწრება უნდათ, ეგ ფილტრი არის თანხის დადება ბილეთზე, რომ ფიზიკურად ხა უფასოდ კაი, შენ შეაჩვიე ხა ჩვენს დავიწყებთ. აჰა, ნახოთ რა. თურმე საყვედური გითხრა, აი იმას რო აქვს ესე ვიტყვით ეგრევე პირდაპირ. всё, მორჩა. წინაზე 20 ლარი დავადი და მაგინეს ბიჭო. შეიძლება სხვა რამის გამო გაგინეს შენ. 20 ლარი აფშე შუაში არ იყოს. 20 ლარი დავადი და ძვირიაო რა. რა უნდა ყიდეს ბილეთი? 260? ხო, არა, 20 ლარი. აი ბილეთს რისი პასი უნდა გქონდეს? 50 ლარი უნდა ღირდეს ჩემი აზრით. გააჩნია ვინ უკრავს, ვინ მღერის ეხა შენ კონცერტზე შეროპიანად გამოდიხარ, არ უნდა იყოს საერთოდ ჩემი აზრით თანხა და ეხა. რატო? მიშა თუ უკრავს, იქ მივა და მოусმენს ვიღაცა. მე რატო ვერ მომისმენ? ჰა? ოპა, წავიდა. ეგ შენ არ ხარ მახარ, დუკუცუ, შენ არ ხარ. ამასაც ცოტა თუ არ დააჭირი აქ ისე არ შეცვლი. ეგრე DJ არც ერთი DJ არ არის, ძმაო, დაჭერა. აი, აბა თან რო იმღერო მაშინ, იმიტომ რომ მე სიმღერის მოსასმენად გადავიხადე ეს 20 ლარი. იქ. ნახე, ეს იმის რიტმია. Delicious ბახში ყიღინე. ღამის ყვავილებს დააჯო. სიტყვები თორე მელოდია. მელოდია და აკორდები. ის დააჭირა მაგრა და. აჰა. პატარა გორი დიდია. ვის ვიდეო ნახე, გორში ვაშლები ყრია. ხო და, აბა რა უნდა? გორში ვაშლები არ არისო, ბიჭო და. ნახე გვიდეო. არ მინახავს. გორია ესე და მთელ ტრასაზე ეს მთელ ტრასაზე არის ვაშლები. აი, გეგონება რომ ჩვეულებრივი ვიდეო, ანუ ნაღდი ვიდეო. ერთი წელი ვემსახურე იმას, რომ გორში ვაშლი არ არის. ხო და? ეგ იყო დასავლეთელების დივერსიული აქტი. აჰა. ვაშლი შემოიტანეს. აჰა. და სპეციალურად აყანყალეს მანქანა და გადაყარეს. დაყარეს შუა კუჭა. ვიდეოები გადაიღეს და ეხა უკვე პოლიტიკურში გადავიდა ეს არის ხო? და ეხა ფიზიკურად აღარ შემიძლია რომ თქვა რომ რა უნდა გორში ვაშლა, იმიტომ რომ პატარა ფირქები ვით ეყარა. სუდამეწვა ბიჭო გულმუცელი. მახარა საჩვენეო მე ჩამიგდეს საამბელმა რომ აი ჩამიგდო. აბსოლუტურად. ეს არისო გორში ვაშლები არ არისო? აგე თუ არაო. ხო, ეს იყო მეგობრებო დივერსიული აქტი, იმიტომ რომ ელარჯზე ვთქვი რომ არ მიყვარს თქო და ალბათ ხვდებით ვისი დივერსიული აქტიც იყო, შემოიტანეს გორში ვაშლი. ელარჯი არ გიყვარს? და სპეციალურად მარჯვნივ და მარცხნივ სწრაფად გადაკრეს. მართლა არ გიყვარს ელარჯი? ბიჭო, აი გემოს ვერ ვატან რა და ყველს ისედაც ვჭამ ცალკე. ეხა ხვალ რომ რომელიღაცა ქუჩაზე სამეგრელოს დიდი ელარჯი დაისხა. მეორე. ეს სხვა რამს ელარჯი სამეგრელოში არ არისო. ხო, პრინციპში მართალია. გორში უნდა დაისხას ეგეც. მე რა ვჭამ ან გემო არა აქვს რა მაგაში ხო თანხდები. ვიღაცა ელარჯი ვინც გააკეთა, იმამ ვერ გააკეთა კარგი ალბათ. რისი გემო აქვს ელარჯს მითხარი სიმინდის გა. ელარჯს არა გემო? შენა ღომი. ღომი. ღომი.
ცალკე აღებულ ღომს ახლა გემო ისეთი 50 ლარიანი სულგუნით უტენი აქეთ იქიდან ისეც გემრიელი ეს სულგუნი პლუს რო დავადო და არა რო ჩადნება იქ ძალიან კაია ბიჭო არ მიყვარს ძმაო გავიგე არა არ გიყვარს სხვა და გემო არა აქვს სხვა არის არა გემო არა რისი გემო სიმინდის გარდა დამისახელი ღომს ესე გემო ქონია სიმინდის გემო თუ აქვს უკვე ხო გემო აქვს გავიგე ტარო მიყვარს მე ჭყინტი ტარო მიყვარს სიმინდის ჭყინტი ყველი სამვა მიყვარს ეგარ შეურაცხადია პიანო როდესაც გაახსენდა ეხა ის სიმღერას მოიცა ერთი წამ მოიცა ეხლა რაღაც სარეკლამო პაუზები კონდეს ხოლმე როცა გაგისწორდა მაშინ ბიჭო პროფესიონალი კაცია მოსული მე აი ესე თესლად არ ვიზამდი მაგ მოძრაობებს მორიკონე ზუკი აქვს აღებული გლისანდო ეს მარიკონე ბავშვობაში დავდიოდი ხოლმე გლისანდო მასწავლეს რა რაზე დადიოდ ბავშვობაში პანენოზე რა აჰა აგერ მეუდა ჩემასა პანენო იდეა სწავლობდა და პლუს ის დაას რომ მარტო აუსტრებდა ის გლისანდო გააკეთო დიდი თეთრი როიალი ედგა აი ძალიან უშუალო და მე დავდიოდი ხოლმე შალახოს სწავლობდი იმიტომ რაც მჭირდებოდა ეხა გორში რა სუფრაზე ბავშვი და ფულს რაც წერდა ეგ იყო რა აი ბავშვი დაძდა აბა აი მე სპოდიში აი გაბა ჩემი გასილარი 50 რაღაცები მეკრებოდა აუ თეთრი ამ სწავლობ მე რაღაცა ანუ აი просто აბსურდის თეატრი აი რა არის აბსურდის თეატრი აი просто მასუციანი ხელებით აი რაღაცა აი BMW-ს პროჩი შევარდნილი ხელებით გამოღებულით დგას ამ თეთრ ულამაზეს პენოზე უკრავს ახატია თან ამის დახატული ეს ნოტი და ეს ნოტი არ მომწონს და იმიტომ დავახატე ამას ვერ ვიტან რომ მივხვდე რომ ეს არ უნდა დავაჭირო ან ზედა ოქტავში აქვე ეს საშუალო მე სტანდარტული კონკრეტულად მაგ ოქტავის ეგორი ნოტი ოქტავის ბიშა პიანინოსთან როგორ ხარ შენ კარგად ხო საკაიფო ხო და გლისანდოზე ყვები ანუ შენ გლისანდოზე შენ რატო ლაპარაკობ დიდი თეთრი როიალი ხო დგას მივედა შალახოს გარდა ამ გოგონამ გადაწყვიტა რომ მასწავლოს ნოტები და რაღაცა ბახი იყო თუ რაღაცა იყო იმის დასაწყისი თუ რაღაცა სადმე თუ ის ადგილზე მოხვდიოს თუ შალახოს ხარ დაუკრესდოს და დავიწყოთ მოდი რაღაცა გლისანდო ტერმინები შეიძლება ეს გლისანდო არის ძალიან დიდი როიალი რა ეს დაადო და ეს არის გლისანდო რა ანუ აქ ნახ ძალიან მაშინაც არ მივარგო და ნუნები ეს გავიდა მანამდე შენ დაამუყავე ხოდა სისხლი ეთყობა გამივიდა ნუნებიდან თუ რაღაცა წითელია ეს როიალი ნაომარი როიალი იყო თეთრი მაიკა მაცვია რა უნდა გააკეთო გაიგე ეხლა შენ თუ მიყვევს დიდი ბოდიში რა ვაფურთხებდი და ეგრევე წმინდავდი რა ორი დღე ყარდა როიალი სისხლისა და ფურთხის უნი რაღაცა პიანინოზე იჯდა და სისხლისა და ფურთხის უნი იდგეს როიალი უფრო ისეთი ხო აი როიალი თეთრი წარმოსადეგი ის შემცხვა ბიჭო რომ ეს თეთრი ეს გასისხლი რომ სვა ეს დორბლითავ წმინდა მე გვერდებს ჩადიოდა ფორტეპიანოზე აი ესეთი ისტორია სისხლისა და ფურთხთან მე მაგას გლისანდო რა ჩემდოდა გლისანდოს როიალზე და სისხლზე მუსიკოსი კაცია მოსული რაღაცა როგორ კარგად გავიგე ტრამა მოყევი ეხა ბიჭო შენ კიდე პიანინოს ტრამა მოყევი შენი ხო არა გავიგე პიანინოს რა ჩემი იყო შენ გლისანდო რა გლისანდო რა თმინდა შენ რომელი ინსტრუმენტი გეოსება ყველაზე მეტად ფანდური მართლა ჩემთვის ფანდური არის ყველაზე მაგარი ინსტრუმენტი რა რითი ჯობია გიტარას სიტყვაზე ბიჭო იცი ჯობია გიტარას უფრო კარგად გადმოსცემ დარტს ფანდურით რა აი წარმოვიდგინე როგორ თვალით მაქვს დანახული ეგ ამბავი განსაკუთრებით უფრო კარგად გადმოსცემ განსაკუთრებით მეგრული სიმღერები ძალიან დარდიანებია ბიჭო მომე შენ აირჩიე რომ ბას გიტარისტი ხარ დარდი არა მე ხელოსანი ხარ თუ პიანისტი ხარ ჭუნირი მე ვას ჭუნირზე მომე ჭუნირი ძალიან მაგარია ზოგადად ფანდური მე შენ მოგცემ იმას არ მიცე იმიტომ რომ შენ თუ გიყვარს ფანდური ამაზე ეს აუგად ხალხურია და მოჯვი ფანდური ბიჭო მომე ზანერ ლაპარაკო ბიჭო რა ფანდურზე ფანდურის კონტექსტში რაც როიალზე ლაპარაკა აღარა რა გამეკე მართლა სისხლია მომე ფანდური ხალხურია ხალხი ვარ შენი კარგი სტრაკი მომეცი პად შენ მოგი ეს სუპერ ძალაკ მუსიკით შენ მოვიდა პიანინო რამე кайს ვიპოვ ეს ვიცებ ხოლმე კი არ ვიცი პირველად ის არის ეგ სცენა მაგ ანახი ის რო არა ქვია ეგ ბასია პიანინოც რო კაცზე მოკლები რამე რა გაუ ო კაია მოდი გინდა მე
გიტარაზე და შენ მაგაზე რაღაცა ავაწყო. რაღაცას ვიზავთ, ბიჭო, რაღაცას ვიზავთ, მიშა, მაგიტო დღეს. გიტარა ჯობია, ეხლა ამ წამს გიტარა ჯობია. დღეს მე დაგიწყე, დღეს მიშა დამეხმარება, რომ სრულად არ გამოვჩდე და რაღაცა ავაწყო. მიშა, აი ეს როკა და შენ რამე დაუმთხიო შეგიძლია. აი ბასის პარტიას დაგაკრევინებ ეხლა. აბატონო. გადაცემის ბოლოში ხდება ხოლმე ესენი, მაგრამ ეხლა თავიდანვე დაიწყო. არა, შენ ხელსარიელი რო არისო გეჭიროს პროსტა. თუ გინდა არ დაუკრა, პროსტა გეჭიროს. ეგრევე. ხელის მოძრაობები აკეთა ვითომ რამე შვები. მიდი ბამ ბამ ბამ. აჭი. დაჟე ჩვენ შეგვიძლია მეორე ხელი აი ნახე აი თავისი სისხლმა რომამა სისხლმა დაანთხიებ როიალზე ბილი ჯინი შეგვიძლია დაუკრათ ჯექსონის ხო ძალიან გათამაშე მახარ ისა ბილი ჯინი რო გინდა და ბილი ჯინი არის ბასი რა რეალურად რა აი ეს არის ნახე ჯექსონი იყო მაგარი ბიჭო ფილმი გამოდის ეხლა მოგიტა რამას ბიჭო შენ არ შეწყდა გადამო ალა ცოტა მიტოვებლად ხო აგზნობ თავს მაგრამ შენ მუნმოკი გააკეთე შეჩემა და რა ერთი წამი მასწავლებელი როცა ჩაიჯუბი დიახ მასწავლებელი აი გარი ხა ორი უნდა გაერთია ფეხი დაუსტა მაიკლ ჯექსონს ბილი ჯინის დროს არის ეგ მუნმოკის დროს აიქცა მაიკლ ჯექსონი იყო מחარ ეგ ეხა არის מחარას ნიჭიერების ტესტი რა რამდენად მალე აუღებს ალღოს ახალ მელოდიას აი გაჭირდება პამ 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 ეგ არის პამ 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 ხო ეგ არის ბატონი შეერთი წუთის აი რა მოგხელია აი ეგ არის რა მახარ მიკროფონი რომ მიუშვირო მაგ პიანოს არ გინდა ისპეის ესეთი რთულია აბა რა თქმა უნდა მართლა არ არის ჯექსონი ბიჭო ეს ლურსლებზე ეკიდებოდა შესწირო შე მე ფაქტი რაც ვიცოდი ჯექსონი ანუ პიანოს დაკვრაზე ვიკითხე რთულია თქო და შემითხარე რომ სირი ვარ და თან ჯექსონი ეკიდებოდა ლურსლებზე ხო აი გადამადავშო ხო გადავაბო ეხავე ერთი წუთი მახარ პროვოდების გადაბმა კი არ არის ეგ ბიჭო ჩაიჯ მასწავლებელი უკვე ხული არის შენ სო მივხილავ მიშ პოსტა ის არის მიშ არის შენი მასწავლებელი ბიჭო ასე დელაპარაკე ესე მითხა მასწავლებელი ესე მომართო გაიგე უკაცრავად მას დიდი ხანი უყურო თქვენ უნიჭო მოსწავლეს როგორ ამეცადინებთ ხალხმა ეგ არის მეგობრებო 2 საათია ეს მიდის გამოიჭრება მაგრამ უკვე აი მაიკლ ჯექსონმა საფალავში ამოტრიალდა უკვე ერთხელ მომე რა მე ვიზამ რა აი ეს ჩამიჭერი ვაფშე არ მე ვიზამ მომეც რა სიზამ მაიკლ აი ქერიშე აი მომეც მე ვიზამ უცებ ვიზამ შენ იცი გააჯი ხან მე რომ მომი რა ვიცი შეჩემა რა საიდან ვიცი ეცამ გავთესოთ რა იქ და კალავი ხომ და ბიჭო ძალსახად ამაზე სწრაფად ვიზამ ო წავიდა თითი მქონდა ამოსაგდები მაგიტომ ვერ უწუდებოდი ბიჭო სმენაში სადამაკს როგორც კი ჩამოსცხე ხო მანდ წამოვიდა ვაფშე ეგ არის ხო ეს
ბენდში რატო ეს აი ბენდთან ხო ურთიერთობის გამოცდილება არ არის ღეროდი და ბანში ვიჯექი უკან და ჩემ უკან აღარავინ იყო ელექტრიკები იყვნენ ხოლმე ყალას გადააწოდი 2 წამი რა მართლა აი ბიჭო რა ეგ არის პასტები რამ შეუშალა ხელი კონტო რიტმს სხვაგან წავიღე ხაჩმაითალალა ეგრევე მაგის დაკვირა დაიწყო ველოდები შეიყვანა ეგ აქეთ გადმოვდივარ, გავიგე. მოდი მარტო გიტარა იყოს. გიტარა იყოს მე მიმღერებ თუ კიდე ოღონდ იმან გაჭერდეს ის. მახარ პირით ქედი რა. ეგ არის. ხელ მოიტეხა თითიხე ჩემ. ხო და ეგ მინდა რომ აი ეს მე აი ნეკათიც აქეთ ურტყავდა ყლებას და არის ეგ არ შეიძლება. ბიჭო აი 1-20 წუთიც გიტარასთან ერთად და იქნება ხალხი. არა ბიჭო ეხა მახა ხო იცი всё მაგრამ თითებს ვალაგებ რომ აი სადღაც მენასკვება მე რა აი აქედან აქ ამებით გადმოვიდე? ამორი თითით? ხო. всё, ეგ მაინტერესებს. ეგ არის. ეგ არის. მე მგონი ეს სული უფრო კაი. ორჯერ შვება და მერე ვეღარ შვება. ჯექსონი ზართული გამოწვევა აღმოჩნდა. მე მგონი ეგრევე რთული დავიწყეთ. არ არის რთული ჰაი. ორი კლავიში რო იყოს მარტო არ არის ეგეთი. კაი, ეგეთი რთული არ იქნება ეგ ხა. მახარას უჭერს. ეგ არის. დემ მაგდროსაც ამას ვაკეთებ? ყველანაირად მაგას სულ მაგას ერთი პარტია. აი ამას გავაკეთებ ვიცი რა მე მინდა რომ კიდე ტონი ავწიო და მე აი მაგალითად და ფეხითაც რო უმას ვუთხარ დრამს. მეორე ხელიც რო დააკავო. აჩი ძალიან დიდი მადლობა დღეს რომ ახარას პიანო ჩაურთეთ. უბედნიერესი ვარ. ძალიან მიხარია מחარას რეპეტიციის ყურება. ჯერ მოსმენით ხო გადაშლილი ციგნია და ყოველთვის რაღაც ახალს ვგებულობ. აი ეხლა საერთოდ მე მაგ ესეთ შემოთავაზება. מחარ არის ფრისტაილში ძლიერი რა, ესე ნასწავლი არ შეუძლია. ნუ ძლიერი ვერ ვიტყოდი, მაგრამ מחარ რაც იცი ის დაუკარი რა. და მე აკვები. რაც იცი. ის იცი სულ. ეგრევე. ბიჭო. თავის ბაკაცებს დაუძახა ეგრევე დუკუცუ. ეგრე ჯობია შენ მოერგე იმას თორე. არა იმას ვეძებ რა ის სამი. არა მე რაზე გიждები იცი? არაფერი არ აინტერესებს. აი პიანოში რო ჩავარტადილი ბიჭო. всё. შენ ეს იცულებოდა ხოლმე, აღარ იცულება. ალა, უბრალოდ სიამოვნება მივიდა, შეგიძლია მოდუნდე და უბრალოდ სიამოვნება მივიდა. ეს შეძა დილამდე მქონდეს დაჭერილი, ეს არ კიდია ხო? ბოდიში რა, უკაცრავად. ბოდიში. რას უკვეთავ? რო აღარ დაუკრათ რა თუ შეიძლება. ისე გამოგარტო. რო აღარ დაუკრათ თუ შეიძლება რა. თითი არა უღია. ბოდიში, რო აღარ დაუკრათ. ბოდიში გადავიხარ. შეკვეთა. ბოდიში, რო აღარ დაუკრათ, შეიძლება? ის შეიძლება. ის იცით?
დიდი აქ შეიძლება ისა ჯექსონი. მეგობარო. აი იცით? ერთ წამი რა. აი იცით აი. იცით აი ეგრო დაუკრათ შეგიძლიათ? ეხავე არაფერი ამან არ იცის, სიჩუმეც არ იცის. Happy you rock it მეცინე ვიცი რო ვერ გააჩუმე ბოლოს ახევი რომ იქნება ასე მაინც გავერთო Oh baby yeah Georgi Makharashvili on the right ხა იქ ხრიკია ხო რო იქ რო გამოწა Thank you applause Bravo არ მოჩერე. რა კარგად დამთავრდა, აი, იდეალური დამთავრება იყოს, რომ გაგრძელდეს მაგარი კვერცხობა იქნება. Bravo! ამისეთ ძმებო. ღვინის თასი. ეგ ხმა იყო ზუსტად მაგ პროგრამაში მაშინ. მაგითო წაგიყვანა ხო მაგეთკე. ბოდიში, რამდენმა გადავიხადო, რომ აღარ დაუკრათ. არის რამე ეს თანხა. იყო ქვეყნები, რომლებსაც გააჩნდათ პრიორიტეტი. ქვევრის ჩაბერვის ხმა. აი ქვევრის ჩაბერო. ხო რომ ბოთს ჩაბერო. ჩუ, აი ეს ქვევრის. საქართველოს ცეკას მდივანმა ჟავანაძემ შეძლო რომ გაერთიანებინა ხალხთა ჯგუფი და დაერქმნა მისთვის მხედრიონი. აუ ერთი წუთი ეგიცი რომელი ხმა? საცავიდა. მაინც იქეცა. ერთი წარმათხოვე რა. მასწავლებელს მოусმინე. არა. აბა, ბიჭო, იმჭი. ამით არ შეწუხდე შენ, უბრალოდ მითხარი. ეგ ხმა არ გაგვეთიშ. ეგ ხმა არ გვეთიშ. ეგ არის. ეს გიგამა. არა, კონდეს. ბავშვს რაღაცა უყიდე ბიჭო. ეს ხმა იყო. მაგას ვცდილობდი და შალახოში გადამეზარდა. ეგრეთ შემო. ჩვენი პოდკასტი, რომელიც დიდი ხანია თქვენს გვერდით იდგა, ცდილობდა ცუდ ხასიათზე ყოფებს რაღაცა სინათლის წერტილი დაგენახათ და გაგიღიმათ დღეს დასამარდა და ეს პოდკასტი დაასამარა არა სხვამ, არა მტერმა, არამედ შიგნიდან, როგორც ხვჩევია ქართველებს, გიორგი კალატოსმა. მან მოკლა ეს პოსტი. ამისეთ ძმებო. აბა მამღერეთ რა, აი თუმ ისა ფანორი ვარ, აი როგორ მინდა. რა ფანორი. ანუ რამე გამღეროთ, რა შეგიშალეთ ხელი, აი გეხვეთ. მამღერეთ. პირზე აგაფარე. რომ მეძახონა, ეგეთი რამე მამღერეთ რა. მიშა, მიდი რა გაქრინჯი, რამე ისეთი აი ნებისმიერი. რა დაუკრავდი, ეგეთი დაუკრავდი. ნებისმიერი. აი ზიზღი რო იგზნობოდა შესახეში, აი შეკვეთა მომეცით და ნებისმიერი. ვაშკაცო იალაღზე გაზდილო. აბა შემოხკაც ბიჭებო. და დაგშენები აბა ბიჭო გაჩედი რა ტექსტი რაღაც ეს უთხა ტექსტი რო იცოდეს ვაშკაც და თუ გაგზელდა აბა რა ტექსტი გამახსენე რა სულ მეცოდინება ეგეთი რა შენ რა ტექსტი იცი მე გაგახსენო გეცოდინება შენ რამე ისეთი ყველამ რაც იცის აი რამე ეგეთი ნებისმიერი ვარც დავთე მოდის ეგ იცი ეს მომენტი იცი მარტო რა იანეთი მანჯურია იანეთი მანჯურია ჩვენი საქმე ჩაჯმულია აჰა ზენის ხორებასა ნა
თესავდა ამოდის ვარს თესავდა ამოდის მოდი აღარ ვიზავ რაც არ უნდა მომიდეს მოდი აწი დავთესავ იქნებ ვარდი ამოვიდეს ეს ვიშაიროთ რა. ვიშაიროთ რა. გინდა შევეჯიბროთ მე და შენ რაღაც თემატიკაზე უფრო მეტ სიმღერას იმღერებს. აი რაღაც სიტყვაზე. ვერ გავიგე რა. სიტყვა შემთხვევით სიტყვებს ვიტყვი და ვის უფრო მეტი სიმღერა გაახსენდება მაგ სიტყვის გამოყენებით, რომელიც მაგ სიტყვას შეიცავს რა. მზად ვართ? კი ბატონო. ჰიდროექსა. მეც თუ თამაშობ, მაშინ შენ თქვი სიტყვა. მე ვიტყვი, მე. Facebook-იდან რაღაც არ თქვა ეხა ალბათ. არა, ვიცი ხო, ისეთ სიტყვები, რომელიც თემატურია. და მე დავიწყებ ვარს დავსწრებ. ყურადღება. პირველი სიტყვა. სიტბო. სიტბო. ვინ საიდან ვიწყებ? მოვა თავში. წეღა შეჭმახ არ გაჩვენდი. ვარზე მეგონა მე ვარს დავსწრებ. ყურადღება. ვისაც პირველი გაახსენდება, ის იწყებს. ის იწყებს. სიტბო. სიტბო. სიტბო ისე შემოიჭრა გულში დიდგოზის კარი დამჭა ой ვარდო ხო ვარდობის ცხელა ბუხიას დისკალა საფხულია ცხელა ამჟამად ხო ცხელა ცხელა სიტბოზე უნდა იყოს სიტყვა სიტბო უნდა იყოს თორე ცხელა არა როტაცია მიშა მე არ ცხელა კი მართალია დიდი რაოდენობით აი ჩაუთვალოთ ეს ვერ მიღერებს სხვას ჩაუთვალოთ გალა? უნდა იმღეროს და ჩაუთვალოთ. კაი, ჩემი ჯერია. აუკარ და იმღეროს და ჩაუთვალოთ. კაი. ზაფხულია ცხელა ბუხი ასდის ქალაქს. დადდიკომ ჩვენი კელა მიუყვანა დალახს. აგუგუნდა მაგრატელი კრიჩი. ჩაიჭი. შეყლეო რომ ხერი ვარ. კრიჩი. აი. რა ყლეცი? ხალხი ზრობითი უკვე ამას შიხო არა აურა კაი ხო ბიჭო აი თითო ხამები ამას დაადეთ მე რო თვაშჭრის ეგ თითო ქულა კალას და מחარას ჩემი ჯერია ხო გეხვეწენთან რამდენი სიტბოა შენთან რამდენი და შეხან ხო მაგაზე გავი სიტბო מחარა სიტბო არის ზაფხულია ცხელა ბუხიასდის ქალაქს რო იცოდეთ როგორ თბილი ადამიანი ბიჭო რა კარგად ხედავდა ბიჭო ზეიმზე საფოშზე იყო იმენა מחარ კაი იყო მე იმიტომ გამეცედა რომ კაი იყო შეჩება აი შემდეგი სიტყვა თვარე მარტივი თვარე ისეთი ცივია სანამ წვიმის გაყნულ სიცოცხლეს გათბობს ისეთაც მიდიან იჩქარეთონებს და კი ბატონო ეხა ხო ჩაითვალა რა თქმა უნდა კიდევ მეც მაგაცო თვარე მარტივია როცა მთვარე ვარსკვლავებს ნახავს პატარა პაუზა გვაქვს მოიცა პატარა პაუზა გვაქვს აქ ხდება ეხა ესეთი რაღაცა რა სარეკლამო ჭრა ველთაურისგან საჩუქარს მიიღებს აბა პირველი ვინ მიიღებს კალა მიიღებს საჩუქარს ერთი კიდე მიიღებს მიშა ცინცაძე დიდი მადლობა საჩუქარს მადლობა ესენი მაგრა უნდა კაი ალბათ מחარა არა მე მივიღებ საჩუქარს და מחარა ესე დარჩა מחარა გაიხარეთ ვაუ რა მაგარი საჩუქარია ეს მე არა მერთო ესეთი კაი საჩუქარი შეგვიძლია შევხედოთ რა არის შეგვიძლია ბიჭო რა მაგარია საიდან გაგრძელდა აი მკიდია მე მასლა მიშა შენ შეგიძლია თუ დაწორდება უსაგარე საიმედო მიაწოდე ზო საჩუქრები თქვენ მოგიტანეს מחარამ გამოიღოს მადლობა ანუ ჩემი ბიჭო მე კეპები მიყვარს კეპები განსაკუთრებით მიყვარს აქ რა წერია ქართველი კი ბატონო ძალიან კაი აქ წინაზე ესეთი რაღაცა მოხდა კალა ხო გახსოვს რომ מחარამ არ დაინახო სწორედ აუჩ მართლა არ დაინახოს გაუხარდება ეგეთები ხო არ გაფარია შეჩემ არასდროს რა ხატია მოახარ რა ხატი კალა ჩემი
ეს შენ გამიჩალი ჩეთს თუ? რაზე? არ არის საინტერესო. რა წერია? არა, ზადაზე. გააძრე. რა მაგარი საჩუქარი მიგო? მას იმდენად მეთქო სამ ხუთზე დაახატეს. მანამდე ეს ამფარებია. ნახე რამე დაგუბოღούμε. აი. გოგოებოზე თუ იკლამენ ოპოჟერესეტო. მეც ეგ წავიკითხე. მადლობა. მხედრული. ეგეც კაია, კი ბატონო. ლეზერკია. როგორ ხარ კაია მეთქი? მე არ მომეწონა მაგალითად. უკეთესები შეუძლიათ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა ველთაურს. დიდი მადლობა. ბოლო მომენტამდე მეგონა რომ შემოვიდო და იტყვა არა უშო. და სარეკლამო ჭრის შემდეგ დავბრუნდით მეგობრებო ჩვენი სტუმარია მიშა ცინცაძე, მიშა რომელიც გვათამაშებს აქ და გვართობს. აი გეყვა ეს მუსიკა გეყვა, იქაც მუსიკა, აქაც კაც ვკითხოთ ბიჭო. ხდება ცხოვრებაში. მართლა? როგორი, ანუ მე უყურებ როდის დაგერხება სტუმრებზე რა. ხო. მეც მაინტერესებს. აი როდის დაგერხება სტუმრებზე ეგ მაინტერესებს. მეც ეგ მაინტერესებს. და როდის ვიხავ და ჩვენი ადრე რო იყო ხო გახსოვთ ის კაცი კიდე მომიდა. იყო ბევრჯერ. კაცო რამდენჯერ მაგას საქმე სისტემატიკურად. ის კაცი კიდე მოვიდა იგივე სიმღერებით. აი ეგ არის უკვე დამძრევა თორე. ეგ არის მეგონი უბრალოდ ძველი ჩანაწერი უნდა გაუშვა. ის ადრე რო ყავდა ის ეპიზოდი გავა ეხლა. ეგ იმიტომ რომ იგივე იყო ყველაფერი. გამოწერა და თავიდან ავტვირთეთ. აუ ბიჭო ძალიან დიდი პრობლემაა ხო მე ეგ ხო რომ სტუმარი რაღაც ეტაპის მერე აი ანუ შოუ-ბიზნესი ეხლა ჩვენ რო ვიყოთ რუსეთი ალაპუგაჩვას აი რამდენჯერ არ უნდა მოიწვიო ძალიან საინტერესოა ხო ხვდები ყალა შენ ნამყოფი ხარ კი ერთხელ ყალა ნამყოფია რუსეთში შეჩემ რუსეთში არ კუსნაი ტოჩკაში შეჩემ ახლა შენ სინკვასებში შენ მე რუსეთში ბაზობდი და შენ ნამყოფი არა შენ ნამყოფი ხარ მე არა რატო ტექსტებს დაგიწერს ესეთი მუსიკალური ადამიანი არა ბიჭო ტექსტები დილიჯინი რო წამში ააწყო ის დაწერილ ხუმრობას ვერ წავი არა ნახე არასწორი ინფორმაცია გაქვს მოწოდებული არა მე შემამდე ინფორმაცია მოგვთ აი არ მინდა ეხლა მისამაზე ლაპარაკი ნახე როგორ ხდება რამოდენიმე ამბავია რა ერთი ამბავია რომ სტუმარი თავიდან ბოლომდე თავისი წერს როგორც იყო კალას შემთხვევაში მეორე ამბავია რომ ჩვენ ერთად მუშაობთ სტუმართან ერთად სცენარზე რა ვზივართ ერთად და თუ რამე იდეა მოაფიქრდება სტუმარს მე იმის გათლაში გალექსვაში სიმღერა დასმაში ამაში ვეხმარებით ჩემი პრობლემა რომ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება დავწერო ეგ რა ხო ხდება იმიტომ რომ წერა არის ზოგადად ხო და აი ეგ შემთხვევაა როდესაც ერთად ვზივართ ხოლმე და შენ იდეებს იძლევი და მე ვწერ ხო აი ხდები ვერა რა აი მაგალითი ხوار გავაკეთოთ ახლა მოდი მაგალითი გავაკეთოთ ახლა ამ ერთი რაღაცა იდეა ვთქვათ აი რა შეიძლება რომ რა უნდა გორში ვაშლსა ხო აი რა უნდა გორში ვაშლსა ეგ ხდება გორში ვაშლი არ უნდა იყოს მაგრამ დაყრილი ვნახეთ და ერთ წელია კალს უმტკიცებდი რომ გორში ვაშლი არ არის გორში არ არის ვაშლი და დაყრილი ვნახეთ რაღაცა სიმღერა უნდა იყოს მაშინ რაღაცა იმედგაცრუებაზე ამბავი ეგეთი ან რაღაცა ბიბლიური რაღაცა ავადა ესა რა ქვია ავადა ადამიანის თემა შეიძლება იყოს სახალხო შეიძლება თემატიკა შეიძლება ნარადიდი ნაღლიანი აღარა ვარ სნეული ვარ და ვარ ეგ რომელი ასჯერ ვიძახე გორში ვაშლი აღარა რაღაც ხო შეიძლება ეგეთი რა ჭაღარა ვარ სწორედ ეგ არის ეგ ველშეურო მე კიდე გველი YouTube-ი ვაშლი რაღაცა ხო ეს მაგრამ ეგ ხო უნდა დასვა რომ კარჩე ვიღაცამ ყლე გამომიყვანა მე იმიტომ რომ ვაშლი დაყარა რა ხო და წინ ეგ როგორ არ შენ თემატიკას ფიქრობ და მე წერ თუ სიმღერას усმენ და იმაზე მოგდის რაღაც უფრო ყველანაირად ტრიალებს ეგ ამბავი რა ნებისმიერ ამბავი მე უფრო სიმღერებს усმენდი და ამაზე რო დავწერე ხო მაგაზე ნახებოდი მე კიდე შეიძლება დავიჭირო რაღაცა ბოლო ფრაზა და იმ ფრაზაზე მე სხვა რაღაცა ავაგო და ის ფრაზა დავტოვო ორიგინალი და კიდე პონტია ცალკე. აი დაკვრა შენ რო მუსიკასთან და ინსტრუმენტებთან ეგრე კარგად ხარ, ეგეც დამატებითი ბენეფიტია. ბენეფიტია რა თქმა უნდა. თან ყველა სიმღერის დაკვრა რო შეგიძლია სტუმართანაც ამბავია ეგ. მახარ შენ დოლის რომ მიხვიდე. დოლით არავინ მისულა. ჩვენთან თავარი რა არის რომ ტიპი არ იყოს დაძაბული და მე მაგარ დაძაბული ვიყავ იმიტომ რომ ჩემთვის ისეთი
ის არის დაძაბული არ ვიქნები, მაგრამ აი როგორ აი მადლობა გიორგი რომ ეგრე მაგის გამო მეორეთი ხარ გაიგე შენ გამისწავლე ეგენი არა დიდი მასწავლე არ მომეწონა შენ რო იყავი ერთ-ერთ კაცს მეყო რომელზეც გული ამერია პროსტა იმიტომ რომ შენ იყავი რა შეიძლება თვითონ ეგეთი ტიპი ხარ სადაც ვიტყვი ეს გულის რემა მიგაქვს რა ეცადე ხო რა მეც მინდოდა რომ ამრეოდა გული შენზე მაგრამ არ მიხვედი საერთოდ და ბიჭო მე აი არ მინდა რომ როგორი გამოვიდეს იცი აი მაგარ არის იმპროვიზაციის კაცი და აი ახლა ამ ეტაპზე მუსიკა შეიძლება გააკეთოს, ოღონდ უცებ რა აქვე რა და სცენარულად ჩვენ როუსტში ყავდა რა. როუსტში ესე თქვენს როგორ და ეს ამან არ დაწერა რა რომ გამოვალო, მაგრამ ამის ყოფნა იქ რომ კომენტარები და რაღაცა იყო, რა იყო? არა, სიზღით რატომ იყურო? არა, შევეწყო მომეყევენ თუ არა იმაგ ზღვაზე ვიყავი. ხარ, მაგრამ გავაგრძელებ. ამის იქ ყოფნა და უცბად კომენტარები იყო ძალიან კაი. სხვების ძალიან кайფო. მე რო იქ ჩემ თავი დავინახო, აი ვერავხდები რა. ვერიზამს თუ მაგრამ აი ეგ მაგაზე რაღაც აი რაღაცა ერთად მივიდეთ კიდე და გაიგე ახლა თუ მოიფიქრე მიზის წამყვანი რომელიც რაღაცა და ის მაგონზე მიდი ყალე აჰა ეს შენი საფირმო სინკვესი დაწერილი ლა 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 მე არა მე არის მე ლა 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 სულ შევსება და დამთავრ ეგ არის ესე იწერება სინკვესი მართლა რა თუ ერთ სიტყვას ჩავლე დამთავრდა მე ნა ხარ როგორც ესმერალდა დამთავრდა ახლა გეუნები სცენაში დაგეხმარები და რაღაც დავდგათ ჩვენი საკრავებით მივიდით რატო აი რატო კიდე მეორე პონტია კაი პონტია სულ მითხრა იცი აღარ მახსოვს ვიღაცა მითხრა რომ მარტო რო ვიყავიო ვერაო რა ჩემ თიმთან ერთად ვარო მაშინო და შეიძლება გადაცემა რა პოდკასტი მივიდეთ. ხო რა, ეგრე ეხა გვეყოლება მაგალითად ისინი, ველდანი გვეყოლება, ყველა ერთად მოვლენ და ყველა საერთოდ იქნება. ეგეც ცალკე ბენეფიტია. აჩიკო, შენ არ გინდა? აჩიკო, წამოდაც იცინოს. თუ უკვე კაია. კი ბატონო. რამას ევასება თან სიმპესები რა, და თან ეხა თვითონ რომ ვერ შვება, თან უთხრდა. აი, სევდას ვატყობ გიორგი. მე შეიძლება. სცენარულ ამბავში. შეჩემა შენ ხელოსნებზე ამბები გეკნება ისა რა ქვია წადი შენზე მოყევი გორში როგორ იმას შვებოდი იპარავდი ლატუნის ქვაბებსა რავია ეგ ხო რითმაში და მუსიკაში უნდა ჩასვა ბიჭო ხო არ გაგიჭირდება პრო დაждდე არ გაგიჭირდება პროსტა არ დამждარ ხარ არასდროს რა ხო იმიტომ რომ ეს რო ჯდება თუ დრელი არ უჭირავს ხელში ან ბარგალკა ან რაღაცა ლექს ვერ წერს ძალიან უჭირს რა გაჩერებულზე რომ ჩუმად რამე ზვიფიქრო ეგრევე ვყიდები რა შეიძლება რა ვარ მაგრამ მე აი რო ვზივარ და რომ გამორიცხო იმის გარდა ყველაფერზე ვიფიქრე ანუ ყველა პრობლემას მოვაგვარებ თავში და ის არ მეცოდინება ვერც ერთი სინკვესი ვერ დავწერე რომ დავჯექი და პასტაფურცელი დავიკავე და მოდი ახლა დავჯდები დავს მომენტში მოდის სადღაც რულთან შხაპის დროს შენ ბევრს ფიქრობ და მაგითო რა შეიძლება ხო უკვე ავტომატურად კონცენტრირებული მაგრამ აი ესე რომ დავჯდე და დავწერო გამორიცხული და კიდე როგორ არის ესე გამორიცხული მოდი რა აი გადაცემაში ვითო რაღაცა და აბა რა მე ორ სიტყვას გეტყვი და აბა რა სინკვესი გამორიცხულია ვერასდროს ვერ ხდება ეგ ამბავი რა ეგ იგივეა მიდია გაგვაცინეა ხო რა დაახლოებით ეგ ამბავი აი რა გამომწერებით გიგზავნია ხოლმე უამრავია ეხა სხვათა შორის ცოტა ხანში გეგმავ რომ ავიღო გამომწერების 50 ცალი ნორმალური და დავჯდე live YouTube live-ში და გამომწერების მარტო და თან კომენტარები, შეფასებები ეს გავაკეთო და ეგეც საინტერესო იქნება. უამრავი წერს, აი უამრავი ვერ წარმოიდგენთ და 80% არის საშინელება, რომ ვერც კი მომღერები ისეთი, მაგრამ ის 20% არის რაღაცა სასწაული ხოლმე რა, აი ძალიან სასაცილოები გამოვიდა. ძალიან სახალხო ის გახდა შოუ და TikTok-ზე ძალიან ბევრი ჭრის და დებს live-ს აკეთებთ ხა ხო თუ გააკეთეთ თუ რაღაც დაანონსებული ვნახე ილაპარაკეთ მაგაზე გასული იყო ის და ჩვენ თქვით რომ არა მაგაზე არ გილაპარაკე live კონცერტებს ვაპირებთ 100 სინკვესი ერქმევა კონცერტს და
გამოვალ გიტარით ლაივში. არა გადაღების ამბავი. 100 საუკეთესო ცინკვესის ვიმღერებ, გიტარით სტუმრებთან ერთად, რამოდენიმე სტუმარს დინამოს ექიმს მოვიწვევ მაგალითად. ცნობილი ცინკვესებიც არის? ცნობილი ცინკვესები, 100 საუკეთესო ცნობილი ცინკვესები, ლაივს აღამო, პლუს ამას იქნება სადღაც 20-25 ახალი ცინკვესიც იქნება, რომ უბრალოდ ძველს არ მოусმინოს და ბოლოს ვაპირებ როგორ რაღაცას, იცი, ცინკვესების გაგრძელებას. ანუ 2-3 მაქვს უკვე გაკეთებული, ერთი მოკლე ცინკვესი მთელ სიმღერად გავაკეთებ. მაგარია ძალიან. და ბოლო 1-5-6 ეგეთი ცინკვესი პოდი სტარდება ეს ამბავი და სად? თუ მოვასწარით ახალი წლისთვის უკვე გეგმავთ, თუ არა და იანვრიდან უკვე დავიწყებთ მაგ ამბებს. ბევრი ქალაქია დაინტერესებული სხვადასხვა ქალაქებშიც მე. ძალიან მაგარია. თავიდან რო იყავი ჩვენთან სტუმრად, მაშინ ახალი შემოდგმული ქონდა ხო ფეხი YouTube-ზე? კი. აი, როგორ ეხა აქედან რო უყურებ? როგორია? YouTube-ერობა. აუ, ძალიან კაია. ძალიან კაია რა. ბევრ რაღაცას სწავლობ, გარდა იმისა, რომ ანუ შენი პროდუქტი ჩემნაირმა ტიპმა 0-დან შესრულებულ პროდუქტამდე როგორ მიიტანო, თავიდან ბოლომდე ამას სწავლობ რა, ყველა დეტალს და ეს იყო ჩემი მიზანიც რეალურად, რომ მესწავლა ეს პროდიუსინგი ამ ყველაფრის რა. მე პირველი გადაკვეთა მახსოვს შენთან ეს იყო პროდიუსინგზე არის ამოვნათ რომ ის რუსთავიორში. მაშ კიდეს რო აკეთებდი. აუ მაშ. ეგენი ხო იცი ყველა დავითრიე, საერთოდ ყველა დავითრიე და AI პროგრამა ვიყიდე, რომელიც 4K-მდე აიყვანს ამ ყველაფერს, ხარისხები, ხო. და ვიწყებ დადებას ნელ-ნელა სოლო ხუთეულის თავიდან ბოლომდე. ოღონდ აი რჩევა მინდა ეხა მართლა თქვენი რომ ჩემ არღზე დავდო ეგ სოლო ხუთეულები თუ და ახალი გავაკეთე. შენ აუცილებლად შენსას. ჩემთან დავდო ხო? ან 4 აზრი არ არის, იმიტომ რომ ასალკი არხს ეგიდება და მორჩა და აქ შენ გემატება, ანუ ის არხი არაფერს არ იზავს მაგის გარდა რა, თუ მარტო ისე უნდა. ჯობია შენი კონტენტი შენთან იყოს. ძალიან მაგარი კონტენტია თან, აი სასწაულად ძალიან მაგარია რა. სოლო ხუთეული. შენ ამონტაჟებდი? გრაფიკოსი იყო გამომაჭმეინეს მე. ანუ თქვენ ერთად გიმუშავეთ რაღაცაზე, უბრალოდ ესე დისტანციურად? მუშაობდა ხოლმე. წვერებიანი ბიჭი იყო ხოლმე მაგის მონტაჟზე დამავიწყდა. გოგოხა, ხო, გოგოხა. გოგოხა ხა ამერიკაში სასწაული ბიჭი იყო, სასწაული იყო, რომელიც მაშინ პირველად ნახე მარკორით იღებდა ხოლმე ქენონ და გამკლევდი რომ დავინახე ის კამერა. შენი სად არიან ესენი? საღოლ მეს თვითონ იღებდა ამონტაჟი თათიდაც ევასებდა. სამნი ვიყავით, სულ ვინც აი ამ კონკრეტულად ამბავს აკეთებდა, მე და ოთოლომთაძე ტექსტზე, მე უკვე პატარა ამხელა ოთახში, უფანჯრო ოთახში ნოუთბუქში, დებილობა ნოუთბუქში პლუსებს ვაკეთებდი სამსახურის, ღამე ვრჩებოდი რომ მე იქ რომ მემღერა და რაღაცა სხვებს უშლიდი ხმარ, ვანო შოუზე ვინც მუშაობდა, ღამე ვრჩებოდი პლუსებს ვაკეთებდი და იყო გოგოხა რა. ფიშტო კვირაში 5 იყო, ხო? კვირაში 5 იყო, 8 თვე არ მახსოვს, ის 8 თვე არ მახსოვს. ფონიჭალაში ვცხოვრობდი თან და სადღაც ყოფილა შემთხვევა რომ 5-ზე დაგვიმთავრებია გადაღება დილის. ფონიჭალაში უნდა წასულიყავი და 10-ზე სამსახურში უნდა ყოფილიყავი და აზრი აღარ ქონია და დარჩენილი ვარ სამსახურში. ბევრი ყოფილა ეგეთი შემთხვევა. ეგ როგორი შემთხვევაა, იცი? ბევრი ადამიანია, რომელიც ეგეთ გრაფიკში უმუშავია და ამ ყველაფერმა ჩაიარა ისე, რომ შედეგი ისე კარგი ვერ მიიღო. ეს გულისხმობ, რომ შეიძლება ისეთ სამსახურში იყო, რომელიც საერთოდ აუდიტორია არ ყავდა, ან რაღაცა ის საკეთებდა, რომ ეს დაკარგულ დროში ჩაეთვალა რა. ანუ დაკარგულ დრო არ არსებობს, რაღაც სკილები შეიძლება გამოიმუშაო, მაგრამ მაინც რა და შენ შემთხვევაში ეს როატო ეხა რო გადახედავ, ნაშრომი არის ისეთი, რომ მამენტ ღირდა, ხო? კი, არა, ღირდა, მართლა ღირდა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ნუ დავდე მართლა ერთი 150 კლიპი არის. იქ რაც წამოვიღე მე 150 კლიპი მაქვს გადაღებული. ოუჩ. თან ეს ხდებოდა. ხო, 150 კლიპი. ნუ რაღაცა ვარდებოდა უფრო რაღაცა ნაკლებად და შეიძლება შენ ბესტები გქონდეს. ვარდებოდა რას ქვია ჩვენ ტელევიზორში გადიოდა ხოლმე. არა, ინტერნეტშიც და YouTube-ზეც და სხვადასხვა. მე ხა YouTube-ზე უყურებდი. კომედი არხი რო გაიჩნდა. მაშინ სულ ეგ მქონდა ხოლმე ჩართული, იმიტომ რომ ეს ძველი სკეჩები გადიოდა ხოლმე და ძალიან მევასებოდა, აი სულ ეგ მქონდა ხოლმე ჩართული რა. ახე 150 კლიპი თუ არის, მანდ უფრო ლეგიტიმური ხო არ არის შეკითხვა, რომ მიშას არხზე უნდა დაიდოს თუ ცალკე? არა, რა, ცალკე ის უნდა გააკეთოს, თავის არხზე, ცალკე აპკა უნდა გააკეთოს. 150? აუცილებლად. მაგრამ აქ პატარა პრობლემა ისა მაქვს, რომ ქოვერებია. გამიგე, შეიძლება ამბები მოხდეს. არა, მოიცა, ქოვერები მუსიკის? ხო.
ეგ არ მიფიქრია. ნუ მონეტიზაციას ვერ ჩაურთავ. ხო, ეგ არის. ვერც გასპლიტავ დაჟე. ხო, აღწერაში თუ მიუთითებ სახელსა და გვარს და ლინკს რომელიც არის, ეს თუ და ეგ თავის თაგდებს. არა, აღწერაში თავის თაგდებს რა. არა, მე თუ შენ არ ჩაწერე, იმას გიზავს. მოკლედ შენ თუ არ ჩაწერე. ნუ არის რაღაცეები არა, შეგიძლია. შენ არხზე, იმიტომ გირჩევნია რომ საბებს წამოიღებს და ნახე, ანუ რაღაცები რესურსი შენ არხზე წამოვა რა და ის გადმოსული საბი ვიღაცა რომ მაგ კლიპის გამო გადმოვიდა. შენს გნახავს რა. ამიტომ სავსემით ლეგიტიმურია. ხო, ეგ რო იყოს არამუსიკალური კონტენტი რაღაც შეიძლება და გეფიქრა რომ გაგესპლიტა რა. ეხა ეს რო აკეთებს ხელოსნის რაღაცებს ცალკე არხზე წაიღო ეგ, იმიტომ რომ განსხვავებულია და მუსიკალური პროდუქტი რადგან არის, მეგონი ერთად ამ პოდკასტიდან მაქვს თხოვნა კომპანიებისადმი. ვინმე კომპანია შემეხმიანეთ ძალიან გთხოვთ, ვინც დამიბარტერებს ბენზინს. მათხოვარი ხარ შეჩემა რა. შენ რო აღარ მაძლევ შეჩემა მომნა კარგი სტრაკი იმის. აღარ მოდიხარ არხზეც. გავიგე, მაგრამ თუ ხო ისე უნდა მომცე რაღაც 9 ტონა მაინც რა. 9 ტონა მაინც. ეხა F150 ვიყიდე, ვინც ყველა ვიცით და 5-დან 0-ია ძრავი და ამის ლაპარაკს ყველა ძალიან ბევრი საწოლს მოიხვარს. ამიტომ ძალიან დიდი მადლობელი დაგვრჩებით. 750 სპონსორიანი ადამიანი რო ითხოვს. ბიჭო, ბენზინის კიდე 9 ტონას, ეს მუსიკა არის იდეალური. საწვავი კი არ მინდა თქო. მე მინდა რომ კარგი საწვავი ჩავასხარო, ბარე მასხავდა. თქვენ შებულებაში არ გახვედით უკაცრავად. მე მეგონა რომ შებულებაში ხართ. შენ კომპანიას რო უთხრა. 9 ტონა საწვავი, ჰა. გაიგე. კალა, მიდი, ჰა. 500 ლიტრი ბევრია შეჩემა. გაგძელი ძალიან კაია. ედი რა, უთხარი. 500 ლიტრი საწვავი მინდა თვეში და ნუ ქეში ძალიან ცოტა რა. კი, სავარაუდოდ უარს იტყვიან, მაგრამ მაინც ყიდო. რატო იტყვიან უარს? არა. ვინც რომელი კომპანიამ უარი მითხრას? იმ გული გაუპოს დანამა. მოდი ესე ვიტყვი, ლამაზად. აი, არი ღირსოს. კაი, მოდი, მაშინ რადგან კომპანიაზე ვლაპარაკობთ, აჩი იმას ვიტყვი რა ეხა. მე და მახარამ ავაწყეთ კომპიუტერი. არა, მე ცალკე ავაწყე, ამისი კომპიუტერია. ძალიან არ მინდა რომ ჩემი კომპიუტერი ამისთან ასოცირდებოდეს. ამან დაზოგაფული, მე არ დაზოგე. არ მინდა რომ შენი ლეველის კომპიუტერი, ჩვენი ლეველის კომპიუტერთან, ანუ თანხმდრაში იყოს, ხო ხდება? ძალიან მაგარი კომპიუტერი გვაქვს სამონტაჟო სახლში ეხლა და მე ჩემთვის რაც მინდოდა. ამაზე მაგარი არ იქნება, მაგრამ თუ ამაზე მაგარი იყო შენი კომპიუტერი, მე შემიძლია სახლში მიგიყავო და თავში გირტყა ის კომპიუტერი. რომელიც ჩემი არის ახალი NSX-ის ნაწილებით გაგრილებით აწყობილი. ეხლა ჩამოვიდა სულ ახალია. შენ გაგრილება რა მინდა. ხო და IT work-ში ავაწყეთ. თუ გინდათ თქვენც ეხლა ფაზდაკლევები იწყება საახალწლოდ და კომპიუტერთან ძალიან კაი არის. სასაჩუქრედაც და ის IT work-ს მიმართავ ძალიან გთხოვ ერთი კომპიუტერი თუ შეიძლება რომ ხო შენი კომპიუტერის აწყობა ხო დევს YouTube-ზე, მაგათ YouTube-ზე. ეგ სხვა კომპიუტერია მე მინდა. კიდე გინდა. მათხოვარი ხარ იმენა, ნუ რავი. ხო და არა ერთი არ მინდა ხო. პრომოკოდი იქნება მოკლედ IT works-ზე საეჭვო კალა და 40%-ამდე ფასდაკლევას მიიღებთ თუ ამ პრომოკოდს გამოიყენებთ. ასე რომ დანარჩენი ჩემი კომპიუტერი როგორ იწყობა ეს დაიდება IT works-ს შეგიძლიათ ნახოთ. მახარას უკვე დევს. ეგ არის. всё. 15 აი ეს არის სასიამოვნო. ადამიანი პიანინო და მეს აი რაღაც წამიიღო და შენ რო უკაკუნებ და უფაროტყუნებ რაღაცებს. აი მე ცეკვას არ დავიწყებ ახლა. რა მაგარი მუსიკები გვაქვს ეს ქართული სასწაული რაღაცები გვაქვს. ხო მე რატომ მინდა იცი ამაზე რატომ ვცდილობ რომ დაუკრა და ვერ უკრავ. მთელი ბავშვობა ქართულ ხალხის სიმღერებზე ხო დავდიოდი საკრავი ბაბში ჭუნირი ჭიპონი ვაფშე ყველაფერს და რაღაცა დადიოდი ხალევე რა და ქუჩაში წავედი. ეხლა რო ერთი ინსტრუმენტი გცოდნო და კარგად. ხო გაასწორებ. მე დავდიოდი გიტარაზე თქვენ ახევარ თუ მეც გავანებეთ. ტინი დაბერდა. იანო from მევასებოდა ვიდრე ისა რა. პიანოზე არ მივლია. ენა გლისანდო იცი. გლისანდო არ ვიცი. რა არის რაღაცა მომენტია იმ მომენტამდე უნდა გაუძლო რა. ხო არის რო გეუბნებიან რომ ფილმი აღონ როგორ ის ცოტა უნდა აი იქედან მე უკვე ძალიან მაგრამ ეგეთია რა. აი მომენტამდე უნდა გაუძლო რომ
შენ რო სიამოვნების მიღებას დაიწყებ დაკვირით იქედან უკვე მე უკვე შენ თვითონ ჩააკირკიტდები და უკვე აღარ მინდა რა ვისწავლო რამე რა მეც ეგრე დავიწყე ისა ბას გიტარა მინდოდა ყდები ბას გიტარაზე ბავშვობიდან აი ისე ძალიან მევასებ გიჟდები რა ბას გიტარაზე და თან სლეპები მევასება რა აუ ეგრევე ვსველდები აი რა ნებისმიერ ვიღაც თან თუ აფრო-ამერიკელი ცოტა მსუქანი ტიპის სლეპს მარკუს მილერი აი რამე მარტო აი մի რაღაცა მინდა ავიღო და მეც უთხრა რატო არ იცი გამოსწორებადია ეგ ამბავი ოღონ დრო უნდა უკვე რა აი დროის ამბავი უკვე ამასაკში ხო ყველაზე ძვირფასი რაღაცა არის დროულად არის აუ აი სლეპი იცი რა არის არა აი ესე რო ურტომ რაღაც სხვა დაგა კი არა აი ხო ხტაკა გავიგე ხო და ეს არის ყო მე რას ვაბრალებ იცი რო დავდიოდი გიტარაზე რაღაცა ქართული სიმღერები მოქონდათ რომელიც არ მაინტერესებდა ეხა რა გოგონები ბიჭუნები წრეში დგებიან ანუ გასწავლიდნენ მაგაზე და აი ხახვი პოჩი და ლამას გოგოს მიუჭოშდი ვა და გამიშვიდა გაგიშვებ თუ გამიშვებ და რა აი რა ისე თქვა გიტა მაგის შენი პოინტი რა უცნაური სიმღერაა თქო რა ხო და აი ხა რაღაცა ისეთი ცნობილი სიმღერები აი რაც ჩემთან ახლოს იყო ეგენი რომ ესწავლა ალბათ უფრო გამისწორდება ჩემი აზრით პირველი რაც უნდა კითხო ბავშვს რომელიც მოდის არის რომ რა გინდა რომ დაუკრა და იმის სწავლა უნდა დაიწყო ყველაზე მაგარი ეგ არის კი ჩემი აზრით რა იმიტომ რომ არ შემდგარი გიტარისტების თუ პიანისტების 90% არის მასწავლებლის ბრალი პირველი მასწავლებლის ალბათ ეგეც ჩემი აზრით მე ვეწყოდი ინტერსტელარი რომ დაუკრათ რაზე აი პიანოზე მისულიყავი ალბათ მაგას ვეწყოდი ინტერსტელარი ეგრევე იმდენად მე სიამოვნებას მანიჭებს პროსტა მოსმენას მაგრამ ამას თუ მე დაუკრავდი შეიძლება ადგილზე გამოვყავიყავი შენ თუ ინტერსტელარს დაუკრავ ის შავი ხვრელი აუცილებლად ჩავკლაპავს ჩემი აზრით აი ამის სახში წაგმამინდა და ალბათ ერთი თვე მინდა და დაუკრავ ეს არის ხო რაღაცა დო რე მი ფა საიდან ყველაფერს ყური თუ გაქვს მოკრული შეგიძლია დაუკრა? კი. ეგ რა, ანუ რა ფენომენია? არ ვიცი, ანუ არ კონკრეტულად ახსნა აი როგორ აგენერირებ თავში რა? კოდი იცი რა? რაღაცა კოდია ხო, ალბათ არის რაღაცა ერთი ფაბულა და იმ ფაბულაში ერგება ყველა სიმღერა და უკვე ხვდები რა და როცა ხეარული სიმღერა, ანუ მაჟორია, აი ამ აკორდიკაში შედის, როცა მინორია, იმ აკორდიკაში შედის. როდის მივხვდი რომ ეგ შეგიძლია თავიდანვე ეგრე იყო თუ აი რაღაც პერიოდის მერე? არა, რაღაცა პერიოდის მერე, ოღონდ ეგ მომენტი არ მახსოვს, როდის თურმე შემიძლია ეგ არ მქონია, მაგრამ მაქვს რეალურად. იშა, ნოტები იცი? კი, ნოტები იცი? ნოტები ვიცი, მაგრამ ნოტებით არ ვუკრავ. რა, უფრო ყურით. მე პრობლემა მაქვს ერთი რა. თვალის მახსოვრობა მაქვს ძალიან ცუდი და ყურის მახსოვრობა მაქვს ამქედან გამომდინარე გაორმაგებული. აი, უსინათლოებს აქვთ ხოლმე რა. და ალბათ ეგ არის ჩემიც. შეიძლება მე ასეთ მოვიდე ხა აქ კიდე და მე ასეთ ჩავრთო ნავიგაცია და გამორიც ბათუმშიც ეგრე ვიყავი, ანუ გამორიცხულია. მაგრამ ყურის მახსოვრობა მაქვს იდეალური. ამის გამო მე ნოტების კითხვა კარგად ვერ ვისწავლი, იმიტომ რომ ორჯერ რომ ნოტებით მასწავლებელთან ვუკრავდი, მესამედ მეზარებოდა და უკრავდი უკვე ყურის მსმენი და ვითომ მივყვებოდი ამას ვაკეთებდი. გადაემფურცლე. ხო, ამას ვაკეთებდი და აქედან გამომდინარე უკვე ნოტებით ჩქარა კითხვა და რეალურად პროფესიონალურად ნოტები რთული რა იცი, დაუკარ. აუფი, მან შეუკვეთა ეხლა. არა, ნახე, შენთვის ყველაზე რთული მელოდია დაუკარი. ბიჭო, ჩემთვის ყველაზე რთული მელოდია. არსებობს როგეშლება რთული მაგიტოა? ეხლა პიანოდოს მუხლებზე ძმაო. აი ესე უკრავ. და რა. აუშევ როგორ მუშაობს.
ეგ გულკავის არ დააჭირო, ჯადუ აქვს რა. ამოკლავის ხო? თული არ არის. ეგ რას როგორ ჩვენ უკრავ? ეგ მიღწევადი არის? აი თულია. როგორ არა? ნიჭი არის თუ აი ხა მახარა შეუძლია ეგ რომ ისწავლოს ეგრე? რა არის? უფრო შენ თავზე უთხარი ხომ შენ ნაბოზარო. აა შენ 20 წუთი წეგან ბილეჯინი ვერ დაუკარი და შენზე მაგიტო. დაუკარი, მიდი, აბა მან დაუკრა უცებ კაცო. დიახ, რას ამბობდით? მაინტერესებს მიღწევადია თუ არა. უფრო ნიჭი მგონია მე. მეც ეგრე მგონია. უფრო ნიჭის ამბავია რა. მიღწევადი არის თავს თუ დააკლავ შეიძლება. ნიჭი კაკრას ეგ არის რომ შენ იმდენად იზიგეჩვენება რომ სხვასაც უხსნი მაგას ვარ აზრი არა აქვს. კი, ეგ არის, კი ბატონო, კეთილ. აი ის ბილეჯი. მე სინკვესებს აი რომ მითხრა რომ სტომრად რა წერდი. მე ხა ძალიან ცნობილი მებს ავიღებ თქო რა. სიმღერებს, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ მიმართულებით რომ წავიდე, რომ მივიდე და ანუ არ ვერ დაუკრას ან არ იცოდეს და მივედი და აი ეს რომელია? ანუ ეგრევე. ტრუხ ეგრევე უკრავ და გამოვშტერდი. ორადორი ადამიანია ვინც მაგაზე მას შვები ხომე რა, აი მიკვირს ხომე. ეხა შენ ახარ და ადრე იყო ხომე დავით გოგიჩაიშვილის შოუში ბენდის ხელმძღვანელი იყო ხომე ბიჭი. ილურიზე. დავით ილურიძე იყო ხომე, რომელსაც რაღაცას რო ეტყოდნენ ხომე. ეგრევე უკრავდა. ვერ ვიგებდი ბიჭო, ამდენი ნოტის, ანუ აი თითქოს თავიდან და მაგრამ მე უკრავდა რა და ვერ ვიგებდი სხვათა შორის არის ეგეთი იუთუბერი, სახელი არ მახსოვს. Twitch-ზე შედის, თუ გინახავს არ ვიცი. ძალიან ცნობილი ტიპია რა. და Twitch-ზე რა შედის, ეს პიანინო უდევს ხოლმე და ვინც ხვდებიან, ეკითხება შეკვეთა რა გაქვს და დაუკარი. რაღაც არ იცის ხოლმე, იმიტომ რომ მოსვენილი არა აქვს. ხო, ეგ ეუბნება რომ ჯასტინ ბიბერის ეს დაუკარი რაღაცა და ეგ რომელია, ჩართავს ამას ტელეფონს. ისინი უყურებენ როგორ იცი? ანუ ეხა უსმენს თუ რაღაცა ეს და ბრახ და უკრავს. ძალიან ნახვადი ვიდეოებია ეგენ და ხო არ გიცდია, კი არა, ხო არ გიფიქრია თქო, მაგრამ ეგეთ რაღაცაზე არ მიფიქრია, მაგრამ ვფიქრობ რომ საინტერესო ამბავი იქნება და თან ძალიან ნახვადი. ჩემი აზრით ეგ კონტენტი ხო, გალა. არა, ლაივი კი არ იყოს. ანუ ჩათრულეძიან სადმე რა. ხო. იმის რეაქციების ნახვა მე შენ რო იმის საყვარელ სიმღერას უკრავ ძალიან ყურებადი პროდუქტია რა. მე უყურებდი ხოლმე, მაგრამ кайფობდი ამათ რეაქციებზე, რომ აი ძალიან ისეთები იყვნენ რა, ამპარტავნები. მოდი. რა თქმა უნდა, მაგრამ ჯობია შენ გედოს. ალა 15-ის ამბავი შენახსენე, מחარას ვერ. 15-ში არის ეგეთი ამბავი, რომ გვაქვს პოდკასტის გასვლითი ამბავი მუშტაეთში ისევ 19 საათზე დაიწყება პოდკასტის არა ჩაწერა, არამედ უბრალოდ ლაივ ამბავი. რატო გვეყოლება 15-ში? გავითვალისწინეთ ის შენიშვნები, რომ არ წაიღოთ პოდკასტი და გარეთ არ გაიტანოთ და მარტო ჩვენ გამოვალთ უბრალოდ კამერების გარეშე. მერე ტრადიციულად 21 საათზე უკვე მატჩია, მოგახსენებათ საქართველოს ნაკრები თამაშობს და ორივე დღეს 15-ში და 18-ში იქნება მატჩების ჩვენება და იქამდე პოდკასტის ჩაწერა. ჩაწერა რა, ანუ ხო, პოდკასტის წარდგინება მუშთაიდის აემ ბაღში. ასე რომ გელოდებით შაბათს და სამშაბათს მუშთაიდის ბაღში. ვარჯიშობს რომ შენ ბოლოს კარგად არ გამოგივიდეს ის. მომე რა ეცამე რა, აი მაინტერესებს კალა როგორ რა მართლა მაინტერესებს. მომე. იმიტომ გამოვარდი და შენ უფარჩხუნო ეხა. ბასზე დაგიყენა. მომე. მაიკერუზე მინდა ვთქვა რა, მე და ჩემი ძმის პროექტია რა, მოკლედ მაიკერუ და ეხა დავდეთ გუშინ სხვათა შორის ახალი ტრეკი დავდეთ ნოდარიკო ხუციშვილთან ერთად და შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ, მოისმინოთ. აჩიკო, ლინკი რაღაცა ამონათება იქნება აუცილებლად. ამოგვანათეთ. დიდი მადლობა. მაიკერო, ნახოთ, მოусმინოთ, შევაფასოთ. რამდენიმე საკეთებ კიდე. ეს ბენდი და კიდე იმის რა ქვია ეს მაიკერო ჟოზეზე ხომ მუშაობ? ჟოზე. ცინკვესები და ფრილანსინგი აი რაიმე მუსიკა თუ დაჭირდება სერიალს ვინმეს მაგალითად ან რეკლამას ან რაღაცას, აი ეგეთ რაღაცაზე მუშაობ ხოლმე. და ისეთი კმაყოფილი ვარ და ნერვებ დამშვიდებული, რომ მერჩი გეყიდებათ? ჩვენ სხვადასხვა არ გაგვეყიდა, ანუ თან იაფად თქონდა, მაგრამ რაღაც მე უფრო მერჩი იმიტომ მინდა რომ კონდეს, რომ ან ვიღაცას ვაჩუქოთ, ან ჩვენ გამომწერს თუ უნდა რიყიდოს, ანუ ფულის შოუნის პონჩი არ არის რა და თქვენ როგორ შედეგები გაქვთ? ჩვენს არ გამდიდრებულ ვართ მაგით, მაგრამ იყიდ სტაბილურად იყიდება ხოლმე რა.
მერცე რა გაქვთ ფრაზებია სინკვესების ცნობილი. სინკვესების ფრაზები ჩამეც. აი მარკეტინგულად აი გაუმართლებელი და მოგვეტანა ადამიანებთან. აი მე მახარ ეხა არ მჯერა რომ შენ იმიტომ გამოვართვი მიშას. ანუ რომ აწუხებდა მიშას. ბას-გიტარაზე თვალყენებს. აუ აჩიკოს მაგრა ინტერესებს რა სიზამი. დუყრავს უკვე. ეგ არის. მაიცა აღარ ერთი წუთი. აუ აი მაგდოს მენძრევა მე. ხო აი. მიკროფონი დახარე რა. ეს ფული გაიმეტე შეყლევ. ბომ. 1 2 3 ჰო. აჰა. მაიკლი რო შემოვიდა დაენძრა. მას მაიკლი ნუმღერის იმას თორე მე ვეღარ უკრავე. აქედან უკვე სხვა ბასი მიდის, მაგაშია საკ. აუ არა, ეხა არ გვინდა, არა. კალა შენამდე ვერ მოაღწია. არა, ვერც მოაღწევს. ეს იყო. ო, აქეთ, აგარ. აი, ზევიდან რა თქვი მიკროფონი. სოგაჩერდი? აბა როგორ უნდაო? ნახე. ანუ ეგრევე დაუკრავ არა თქვა. გაიწიშ. აბა რა არის, რას ვერ უკრავს ერთი მანახეთ. ნახე. ეგ არის. თითი მეშლება, მეცა? ოკეი, აი, მივხვდი. თითების გადაბმა ის არის, ხო? აბა მაგას გეუნოთ წეღარო, მაგას ვერ ვაბავ თორე. ხელის კუნთებს აქვს თავისი მახსოვრობა. ამიტომ როცა 0-დან პირველად იმახსოვრებს, ხო, აი ეგ არის. იმიტომ ალბათ ეს რომ მომაჭრა გველივით მიწოცდება და თითის კუნთებს დამახსოვრებულია და დამთავრდა. ეგ არის. აი ჩემი რა აი გადააფარე და ისე დავკრა. რამდენჯერმე დაუკრა ზედიზედო ჩამეთვალოს. არა მე გიტარასთან ერთად უნდა დაუკრა. ეგ არის, ხო ჩელი? ეგ არის კრიტერიუმი. აი, მოიცა? ორის მერე შემოდი. რო აკრიფოს რას გონი და მე ინსტინქტურად უთხრას. ეგ არის. ჩაითვალა. მოგცე კი არა. მალე შუნა გიყურო ისე უნდა დაუკრა. მორჩა შედი. ფანდური მომაწოდე. ეს ფანდური მომაწოდე რა იყო შეჭება ხალხური მომაწოდე რა. ფანდური მომაწოდე. აი, გვილაპარაკოთ 2 წამი რა. ბენდთან დაკვრის ძალიან პატარა გამოცდილება მიიღეთ ახლა ორივე. შანსი მაქვს რაღაცა სხვა ინსტრუმენტთან ერთად ინსტრუმენტთან დაკვრის. ერთი მავარჯიშებდნენ ხომ იცი? მეცა რა ორ რაღაცას მაკეთე, არა, ბუნდონაც მაქვს. ორ რაღაცას მაკეთებინებდნენ ერთდროულად. გამახო არ იყო ერთ დრამზე რო უკრავდი ხომ მე ზოგადად დრამი არის ძალიან დრამიც უპიზდეცესია დრამზეც დავძვირი ხომ სიმღერასაც ხო ეგრე არის ხვის ხმაზე გადასვლა და რაღაცა არა ხმაზე დარჩენა კი ეს დრამი ბიჭო ეს ფეხს ხო გაგუნებ აქ ხო სხვა სურს ყავდა ნუ ეს სინქრონში ხო გაქვს მაგრამ ეს სამი ერთად
მაგის სწავლა და თავპირი დაილურჯო რა. ორ საქმეს ვერ ვაკეთე. თუ მკითხულობ Facebook-ზე ვიღაც მომწედ აქ მელაპარაკება ვიღაცა ამას 10 წამის მერე დილეი მაქვს რა. თან უგვია. ხო, მე არა, მე შემიძლია 2 ცხელძახს ერთად უყურო სხვა სერიალს. თან რაღაცა ვაკეთო და თან მარა დრამზე რო დავჯექი. ხო, ეს რო სხვა საკეთებს და ანუ ამას ვაკეთებდი ფეხით, შეჩემ. ამას რასაც სურს ყავდი. ამას ფეხით ანუ მივხვდი ხო? და მთელი ბავშვობა ამას ეს გახსოვთ ეს ხო, ეგ უნდა მეთქვა ეხლა რომ ეგ ამბავია რომ ამას ვაკეთე. 12 წელი დამჭირდა ეს რო გამეკეთე. მე ხაც ვერ ვიზამ მაგას. აბა გავაკეთე. ესე ხო? ესე არა. ზევით ქვევით და მუცელზე პროსტაიტა. ყველა მეთქვა კომენტარებში. ვაკეთებთ ყველა. ეგ კი არ არის სირცულე. სირცულე ეგრევე რო შეცვალო მე. აქ ირთხა და აქ ეს ეხა შეცვალე. ეგ არის ყველაზე დიდი სირცულე. მუღამი ეგ არის თორე ამას კი გააკეთებ მე ყურე ოპ. ეგ შვები მაგას? აბა ოპა. ახალი ჩელენჯი მოვიდა. ახალი 12 წელი. რა ყლეობაში გამთხარა რა უნდა და იწყება ახალი 12 წლიანი ციკლი. და ეგრევე შეცვალე, ამით დაარტყი და ამით ისვრი. ეს არა? კი, ეგ არის. ეხა კიდე შეცვალე. ეს ცოტა ზემოთან არა არასდროს მიცდია ისიც ყვა ფეხით რომ რუიანი და ხელით ნოლიანი უნდა გააკეთო ეს კი ფეხით ეს უნდა ქნა და ხელით ეს კიდე TikTok-ში იყო აი ეს რაღაც აქედან სამკუთხედს აკეთებ და აქედან ზემოთ ქვემოთ ეგ ვაფშე პიზდეცო ესე ეს ხელი ესე ამოძრავე და აქ სამკუთხედი დახაზია აბა როგორ ეს ხელი ესე და აქეთ სამკუთხედი ეს ხელი ზემოთ ქვემოთ და აქედან 1 2 ესე თულია ძალიან აგინა პროსტა ეს ხელი ესე ამოძრავე და ამით სამკუთხედი დახაზე ესე ხო და სამკუთხედი დახაზე სანტა დიხარ შეკია გააფერადე მეთქი სამკუთხედი დახაზე ნიკა ხარ მემანიშვილი შენი არა ერთ რიფში თუ ჩასვე კიდე არა რიფში არა ნახე გონება უნდა გათიშო რა ეს უნდა აკეთო ინსტინქტურად პროსტა მექანიკურად და აწიო და ჩამოხვიდე რა ხო და ეგ არის დრამის ეგ ძალიან ელაშვებია დრამის ამბავის მოღალს ეგ არის რომ აქ ეხა ორი ხელია და იქ კიდე ორი ფეხი ემატება და ისეთი სხვადასხვა რაღაცები უნდა აკეთო გავხი უბრალოდ იმას და კიდე ორღანი არის ძალიან რთული პიანო ხო გაქვს ზემოთ მარჯვენა და მარცხენა ხელით ხო სხვადასხვა რაღაცას უყურებს და ფეხები კიდე პედლებია ნოტებია კიდე ფეხებით კიდე სხვადასხვა რაღაცას უკრავ ორგანი მე მგონი იქ დგას ხო ერთი ორგანი გვაქვს ისიც მის ეკლესიაში არა დგას აქ თუ არა ხო არ ერთი ორგანი არის საქართველოში ერთი რომელიც დგას ძალიან რთული დასაკრავია ორგანი ვა მაგის განზე მოусმენდი ინტესტას ალბათ იმაზე ჟონგლირებასაც ჭირდება რა მანდარინებს რაღაცებს თუ არა ჟონგლირება ალბათ ეგ სკილია ეგეც ხო სადღაც ეგ სკილია ეს დაი ამ ხელით ეს მე დრამზე უკრავ მაგრამ მაგას ვერ ვაკეთებ სამს ვერ ვაკეთებ მეც ვერც დრამზე უკრავ და ვერც მაგას შენ შვები იმას ხო ვერ არა ბიჭო მანდაც ეგ არის რა აგდებული უნდა წარმოიდგინო და აქ უნდა გადააწოდო რა აგდებული მანდაც კუნთების მახსოვრობაა რა ერთხელ რო დაამუღამებ და გათლი აი კათამი მაგალითად ხო კათმის ხორცი მე არ მეყვარს ბოლოსკენ გავიდეთ ამ უცნაურ ნოტაზე კათმის ხორცებურულ მაინტერესებს რა შუაში იყო არა უნდა მეთქვა რომ კათამს თავს მოაჭრე დადის და კი არ ფიქრობს და იმიტომ კი არ დადის კუნთის მახსოვრობა ეგ უნდა მეთქვა და მე აღარ კუნთის მახსოვრობა და სიმწარე მე ჩათვალე რომ აღარ ღირდა თუ რატო აღარ და ყლებისკენ გადავაკეთე სისხლენ კათამის ხსენება ხალხი რომელიც ძალიან კარგ ხასიათზე დადგა შენი სისხლიანი ნუნები უფრო კარგია პიანოზე რო აპგრეიდი ანუ მიშას პირველი სტუმრობა და ეხალდერის სტუმრობა საერთოდ სხვადასხვა იყო რადიკალურად განსხვავდება და გაზრდილი ვარ მაშინ შენ უფრო ნაკლებად ილაპარაკე და ეხა უფრო ბევრი ხო ეხა ძო მუსიკაში გავუგეთ თურმე ეს და შევა ყლე მუსიკოსი ვარ მაგრამ მე მიყვარს ვცდილობ რა აი არ გამომდის მაგრამ მაინც ვეცდები კიდია რა ანუ მუსიკოსი ხარ ნამდვილად უკვე ხო და ანუ მუსიკოსი ხარ ოღონდ დაბალი დონის რა ყლე ნებისმიერი იქნება ეგრე შემიძლია ყლე ინჟინერი ვარ მეთქი თქვა ან კიდე ყლეინონ მასკი მეთქი და აბსოლუტურად მართალი ვიქნები ანუ ხო კაი იმიტომ რომ ყლეინონ მასკი იმიტომ რომ კარგმა თესლა გააკეთა რაღაცები მასწავლე და მე იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გავაკეთე და ვიბრალებ
ანუ ხო ხდები ის არის. გასაგებია გიორგი, მადლობა. კაი, აჩი დღეს რენდომ თემები ქონდა ისე? არა. არც მქონდა მომზადებული სანამ და კარგად ჩაი არა მე მგონია. ოჩახმა ხარ კი. არა, მე მგონია რომ თამაშები და რაღაცები. არა, რენდომ თემები უნდა დაჩეს, იმიტომ რომ მე გადავხედე, ჩვენი მაყურებელია მთავარი. გადავხედე და რაღაცები უნდა ამოვიშეს, რაღაცები აღარ უნდა ამოვიშეს. ანუ ჩვეულებრივი. რენდომ თემებს არ მომზადებ ხოლმე ყველა სტუმარზე. როცა სტუმარი მოგცემს საშუალებას, დღეს მაგალითად მიშამ ძალიან კარგად. მდორე სტუმარი როცა იქნება, მაშინ მოვამზადოთ. კაია, ხო. გამარჯობათ უკაცრავად თქვენ როგორ აპირებთ გადაცემაში მდორედ თუ აპირებთ მაშინ არა ხო ხვდებით ხოლმე შე ანუ ვინც მოვა ესე იგი გადაცემაში მდორეს არა ბიჭო მდორე ცუდი სიტყვა არ არის მდორე ნიშნავს რომ აი არადრაივიანი მაგრამ საინტერესო ვერ შეგვეწყო რა მე ესე თემა მაქვს რა რენდომ თემას რომ ვამზადებ და რენდომ თემას რომ არ ვიყენებთ მე მუღამი მეკარგება კიდე მომზადების ეხა ბოლო ორ გადაცემაში შეჭუჭუზე ვიფიქრე მაგრამ გადალახე კომპლექსები არა მაგრამ მარტივი არის რა ეხა რა აზრია მომზადებას რენდომ თემების თუ მაინც არ იქნება მართალია აჩი თუ შევთავაზეთ რომ რენდომ თემები იყოს ნახე შენ რო იწვალო რაღაცა რო გამიკეთო რა აი ვიდეოსთვის რაღაცა შენი 2 საათი დაждდა და რაღაცა თემი მომიმზადო და მე რო ვაფშე არ გავაკეთო ეგ თემები ერთხელ ორჯერ სამჯერ მე ხო ვფიქრობ ბიჭო მოდი აღარ გავაკეთებ საერთოდ არა ეგ არის კომპლექსები და კლეობები და რა არა კომპლექსია შენი შრომის ექსპლუატაცია შენ დამხმარე აუ კაი ეხა ბიჭო ნუ იცი ხოლმე ეგეთი ლაპარაკი რა რო გახარ არასწორი დაიქნიე თავი და всё არა ჯერ დაქნევით დაიწყო მაგრამ ეხა რატომ გაც ბიჭო ამ კაცის ნახე აი შენ მიხარ ამ კაცის мотиваციაზე ეს კაცი არის ძალიან მაგარი კოლბაში გაზრდილია თუ რა არის წეცახი ამ კაცის პროდიუსერის мотиваციაზე მოქმედებს კაცი რო წვალობს და შენ რო არ კითხულობ და შენზე თუ არ იმოქმედებს ეგ არა ყლეურად დაიწყეს შა ეგ თუ არის მაგის დედასყვა შენ წენას ბიჭო მომე მე შოკობით წავიკითხავ მაგის დედა შევეცი მორჩა რა მახარ რა ოსა სხვა რამეს გეუბნებით ხო რენდომ თემები არის აი რაღაცა თამაშები იყო რომელიც არც ხალხს მოეწონა ეგ ამოვიღოს რა ანუ რაღაცა რომ შევცვალოთ რატო არის ცუდი ეგ არ არის მაგას არ ლაპარაკობ საერთოდ ისაც მონტაჟისასაც ამოვიღებთ რაღაცეებს რაც არ მოხდება და არც იღებთ ხოლმე რენდომ თემებს რაღაცეებს ვაგდებთ ხოლმე უკან ისედაც ეგრე ხდებოდა ხოლმე მე აჩი ყოველთვის სიამოვნებით ვიღებ ხოლმე არა ნახე მე სხვა რამეს მიდგომა თუ არის არა გავიგე ეგ არ უნდა გეწყინოს ეგ არ უნდა გეწყინოს სხვა რამეს გეუბნები თუ საუბრები წავიდა რენდომ თემების გარეშე და კარგად წავიდა თქო რენდომ თემი რა იყოს ეგ არ უნდა გაგიტყდეს საერთოდ რო არ არის რენდომ თემი გადაცემაში მე მომზადების მომისმინე რა აზრი აქვს მომზადება არა რა შოუს გავს რატო ვამზადო რენდომ თემები თუ ვიცი რომ არ იქნება თუ ეხა ვამბობთ რომ იყოს რენდომ თემები არა გააჩვენე სხვა რამეს ვიძახი თუ საუბარი კარგად წავიდა რენდომ თემები არ გამოვიყენეთ არ უნდა გაგიტყდეს რომ რატო არ გამოიყენეთ არა ყოფილა ეგეთ შემთხვევა რომ ვილაპარაკია რენდომ თემა არ მოგვიყე და აჩი თქონს რომ აი ეს წავიდა რომ არ იყო საჭირო მაგრამ ბოლო პერიოდში შე რომ ამას გააჯმეინეთ რომ ამბობ და ვაფშე არ გაუხსნიდა რაღაცა ეგ უკვე სხვა თემა სხვა შეფასების ბოჭა შენ არ იყავი წინაზე რენდომ თემები არ გვინდაო არა მე რომ მეთახმები კალას არ ვთქვი მივხვდი מחარა მოკლედ რა მე მგონი მივხვდი და всё თუ არ მივხვდი ამ შეხებს მაგრამ მივხვდი ხო ბაზარია ხო ბაზარია არა აი ეგ რო გაგე ნახე მაშინ დათმობაზე წამოდით დამიტოვეთ რამე კომპანია რომ ვაგინო ხოლმე არა ვერ ჩაგისვა ვაგინე რამდენიც გინდა მაგრამ გადაცემაში არ შეждდება ანუ რენდომ თემების სანაცვლოდ გამოსასყიდით ხო კომპანია დამიტოვეთ ვისაც აი დავაჯდები და ყოველდღიურად დავაკვირდები და რამე ყლევას ვუწევი და აუშვებ და დავუშვებ მე პრობლემა არ მაქვს შენ პროდიუსერს კითხეთო არა აგინე შეჩემ რამდენიც გინდა არ შევსვავს არა სვავს კაი თორე გასვიზა ჯაკაც ყოუნა თქვა ეგ რა მადლობა მიშა ძალიან დიდი მადლობა მართლა ვიცი რომ მიშა დისკომფორტი იყო გიტარით იმიტომ რომ ალბათ ყველგან გიტარით რაღაცა ბევრი გეპატიჟება გიტარით ხელში და ჩვენც მადლობა რომ ამ იმაზე წამოხვედით ხო მაგრამ ეს არ იყო სტანდარტული ამბავი ამან გაასწორა არა აქ ნიჭიერი ხალხი ვიჯექი ვიჯექით რა ვიჯექი ისეთ ნიჭიერები ვარ რენდომ თემა ვაფშე არ გჭირდა ნუ მოენძრიე ერთი წამ ნიჭიერებში რატო მოენძრიე გეხვეწები შეჩემ 2 წუთში დაუკარიმე და 20 წუთი სწავლობ ვინ არის ნიჭიერი აი ფეხს აყოლებდი კუნძზე შეჩება რა ეს გააკეთე შენ მიდი თიმპასებში მიდი ეს უნდა გნახო რა მოგჭირდა ვაფშე ჩვენი სტუმარია გიორგი მახარაშვილი მისი 3 ცინკვასი მოხვდა დღეს იმიტომ რომ 7 ვერ დაწერა ბე იყო მე 6-ე ოძემიძის კაცი თანა წამყვანი და აი ჩემზე იქნება აი დაждდება რაღაცას ვიზავ გიორგი აბარა გელოდები მე ველოდები პრემიერას ცინკვასების გადაცემაში, სადაც מחარა მივა და ბეს გარიწმავს ძალიან ბევრს იფიქრებს. აი ეს ბეს რა დაუმატოს? მე შენ ტატომ ეგ მიუზიკლი დავდგათ. იქ შაბათს ხო? აი
არა, ახალ წელს ფილარმონიის უნდა დაიწყოს მაგით. ჩემი ნახე, ფარ დაიწევა מחარ. ახალ წელს გვინდა რომ ფილარმონია დავკეტოთ, იმიტომ რომ მე ახლობლები მყავს და რაღაც. და ეს ფარ დაიწევა და შუაში ვიღაცა არის, აჩიკო. ყაზიმოდოს როლში ვარ უეჭო. და შენ იწყებ. მიუზიკლად გავაკეთოთ. ეს იყოს მარიანა კი არა, ესმერალდა, ხო. და ზარს უკრავდა. ფილარმონიაზე ესეთი პრობლემა თეორიული შეიძლება წამოიჭრას რა, წინასწარი გარკვევით, რომ ადგილი არ არის ახალწელს გადაჭედილია და ვინმე თუ გვიყურებს. ვინ გადაჭედა ჩვენ? იუმორინო გადაჭედა ბიჭო? ფილარმონიის ადმინისტრაციიდან. და კი მაგრამ გიას ვეტყვი. ჩემ ბაღაშვილი დამილეკეთ ბატონო ჯებათო. ერთი სკეჩთან მეორემდე რომ ჩვენ გამოვიდეთ. ვერა 6 ეგრე გავაკეთოთ. ყვირა მაგ დაყოლებული გიორგი გამოდი აგეთოს რა. პო პოდკასტი რო გავუვიტაროთ იმაში არ გინდა. იუმორინოში რო ჩავაშენო. ჰა? ძალიან მაგარი. მოყალევდებიან, ვერც მიხვდებიან რა ხდება შეჭმა. გაგვიყლიზირებენ მაგარი. ორი კაცი გამზეკილი, ხო. ანუ ფილარმონია შეიძლება არ გამოვიდეს. შეიძლება არ გამოვიდეს. მე რა რომ გადაჭედა. რამე სხვა. ბორისა დავკეტოთ. აიჭაძა. ეგ გულისხმე? აუ აბა. დინამო არენა? ანუ ბორისას ვის დაუძა? ცოტა მეტი ადამიანი ხდება מחარ მან, ცოტა. რამდენი? 55000. ნორმალურია. გადაითვალება თითოკაცზე 50 ლარი, ხო? 50 თითოკაცზე გადაითვალება. სიდისეთ დოსიტიში არ არის? აქ რა 10% შენია. აი, მოკლედ. რა შენ ტექნიკურ ხარჯებში მიდის? ხოაში. მადლობა მიშას მოსვლისთვის და რავი, კიდევ შევხვდებით ახლა ამ გადაცემაში მე დარწმუნებული ვარ და თუ რავი, מחარაც მოიფიქრებ სექციას. და დიდი მადლობა ველთავს. მე დავეხმარე. ზე ამომიგდო დღეს. ყველა საჩუქარი მოუტანა და მე არ მომიტანა. ამიტომ მოიცა ჩავიცვა ეგ.